მოგესალმებით შემოკარგებო. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავაკეთო განცხადება და მივიყრო თქვენი ყურადღება ამავდროულად რა. ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივით შემუშავებული იქნა კანონპროექტი, რომ ვისაც აქვს მაგალითად ხანდაზმულის სესხები, ჩაიდო ისეთი მექანიზმი ამ ყველაფერში, რომ ხანდაზმულობა აღარ შეეხოს და ნებისმიერ დროს, როცა მოუნდებათ ამოქმედონ კანონის საფუძველზე მიღებული ბერკეტი და ამოუღონ ადამიანებს სული 10 წლის მერე, 15 წლის მერე, 20 წლის მერეც. მოგეხსენებათ ახლა როგორი მძიმე სიტუაციაა საქართველოში, ყოველ მეორე ლამის სესხი ქონდა და მათ შორის გადაუხდელი სესხები ქონდა და ზოგს ქონდა ისეთი სესხები, რომელიც ჩამოწერას ექვემდებარებოდა კანონით, მაგრამ არა. ამავდროულად მინდა გაგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა ხანდაზმული სესხები და თითქოს წინასაარჩევნოდ დაიწყო მოქალაქეებზე ეგრეთ წოდებული სესხების შუქების პრეცედენტი შექმნა. რა თქმა უნდა, სიცრუე ყველაფერი. დეტალურად ამის შესახებ მე იურისტი არა ვარ, არასდროს არ დამიბრალებია მე ის რაც არა ვარ, მაგრამ გავიარე სერიოზული კონსულტაცია ქალბატონ ცირა ჯავახიშვილთან, რომელიც არის ადვოკატი, არის ღირსეული წარსულის ადვოკატი, ისეთი არა რა, პროკურატურასთან თანამშრომლობდა და ყიდიდა თავის დაცვის ქვეშ ყოფს და ამჟამად იმყოფება სტრასბურგში. და მე ამ ადამიანთან ჩავწერ ძალიან დიდი YouTube ინტერვიუს და ვექნება სურვილი ვისაც გაინტერესებს რა საფრთხის წინაშე დგახართ. რეალურად მისი სარჩელი იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილული, რაც ის ჩამოვიდა საფრანგეთში, სტრასბურგში დაიწყო მისი მოღვაწეობა სტრასბურგის სასამართლოში და დააყენა ინდილემის წინაშე მთელი ქართული ოცნება, რამაც აიძულა ქოცები მისი საკონსტიტუციო სარჩელი განხილული იყო ამ თემასთან მიმართებაში და მოკლედ ძალიან საინტერესო მსჯელობა იქნება და ვისაც გააქვთ ეს გადაგაცილებული სესხები, მათ შორის ემიგრანტები რო ხართ. რა თქმა უნდა, ესენი შეკრულები არიან უშიშროებასთან, ხაძარაძეები, ივანიშვილები და კიდე ეს ჩათლახიშვილები, ვინც არიან რა ამ ბიზნესში და გადაგემუქრებათ თქვენ საქართველოში რო ჩახვალთ და გაგიჩნდებათ პირადი ქონება, ვისაც გადაგაცილებული სესხი გქონდათ, მაგასთან დაკავშირებით დეტალურად მოგაწვდით ქალბატონი ცირა და აი ჩემი ინტერვიუ სერიოზულ ინფორმაციას და ყველაფერი აქედან პრევენციული ზომები რომ მიიღოთ, რომ ორი კაპიკი ბიძია რაც აქვს ნაშოვნი და ნამუშევარი არ წაგართვათ ამ ხულიგნურმა სისტემამ და რეჟიმმა. და ძალიან გთხოვთ იყოთ ფრთხილად, იმიტომ საქართველოში ეს არ არის უსაფრთხო ქვეყანა და მარტო გადაგაცილებულ სესხებს არ ეხება ეს. სახელმწიფომ არ დაიწყოს თქვენი ლეგალური ძარცვის ახალი ოპერაცია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე არის შეფუთული ამ ნაბიჯებში და რა თქმა უნდა ამ თემებს გავშლით არა მარტო იურიდიული მიმართულებით, არამედ სამართლებრივი, რომელიც საერთოდ საზოგადოდ საერთაშორისო სამართლის კუთხით რამდენად შეესაბამება ამათი ქმედება და სად ვდგავართ ჩვენ და სად არის საერთაშორისო სამართალი, სად არის ადამიანის უფლებათა სამართალი, რის წინაშე დგას მთელი ქართველი ერი, მისი უძრავი ქონება, მისი მოძრავი ქონება, მისი უსაფრთხოება, მათი დანაზოგები, აი ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ და უცებ როგორ შეიძლება და რა პრეცედენტებია შექმნილი აი ესეთი ფინანსური თაღლითობების და როგორ იღებდნენ სესხებს მაგალითად საქართველოში აი ეს ნაძირლები და იღებდნენ ამას ისეთი ადამიანების სახელზე, რომლებსაც საერთოდ არ ქონდა ამ სესხებზე განაცხადი და შემდეგ როგორ აიძულებენ მოქალაქეებს გადაახდევიონ სესხები, რომელსაც გეუბნებით არათუ ხელშეკრულება საერთოდ ბანკში არ ყოფილან მისული. არის ესეთი მძიმე პრეცედენტები, არის კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მასალები, არის საქმეების სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი და აი ამ ყველაფრის კომპლექსს წარმოგიდგენთ მე ამ ადამიანთან, ცირა ჯავახიშვილთან ხანგრძლივ ინტერვიუს დროს. მე ამ ინტერვიუს დავგეგმავ, მოვემზადები და ამ ინტერვიუს წარდგინებ. მადლობთ თქვენ ყურადღებისთვის.